მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან მე ნინო სამნიაშვილი მოგესალმებით და გაგაცნობთ დღის მთავარ ამბებს. გაძვირებული ცხოვრება რეგიონში და თვიდან თვემდე ბანკის ვალის დასაფარად მომუშავე მოქალაქეები. რამდენი ლარით გაეზარდათ ხარჯები და რა გამოსავალს თავაზობენ ხელისუფლებას. იმდენად ძვირად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, რომ ალბათ ცხოვრებაში ბანკში აღარ შევალ. ბანკებიდან რომ აქვს ხალხს გამოტანილი, ცოტა ან გაუხანგრძლივოთ, ან ცოტა რა ვიცი, გადაუადოთ. როდის გამყარდება ლარი და რა უნდა გააკეთოს, მანამდე ხელისუფლებამ მკითხებს ექსპერტი ეკონომიკის დარგში მამუკა ჩხეიძე უპასუხებს. სასადილოების პრობლემა გურჯაანის საჯარო სკოლებში რითი და რა პირობებში იკვებებიან მოსწავლეები. ნამდვილად კარგი იქნებოდა თუ ყველა სკოლას, არა მარტო ჩვენ სკოლას იქნება შესაბამისი ჰიგიენური პირობები დაცული. რთული დღეები გვაქვს და რა თქმა უნდა სკოლაში საჭირო არის სასადილო, თუნდაც არის განტვირთვისთვის ცოტა ხანი მაინც. 10 ახალი საწარმო გურჯაანში და 42 კახეთში და სარგებლობას მოუტანს ხალხს შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი. თუ მუშაობს 20 კაცი, იმუშავებს 40 და 50 კაცი. სოფლიო ჩემპიონისა და გინესის რეკორდსმენის გიორგი ბეროშვილის კიდევ ერთი წარმატება. ავწე 285 კილოგრამი, რაც საკმარისი იყო, რომ წონაშიც მომეგო, აბსოლუტურ ჩათვლაშიც და ეს გახლავთ კიდე ევროპის რეკორდი. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. გაძვირებული ცხოვრება რეგიონში და თვიდან თვემდე ბანკის ვალის დასაფარად მომუშავე მოქალაქეები. გამოკითხული რესპონდენტები გაძვირებულ პროდუქტებთან და პირველადი მოხმარების ნივთებთან ერთად კომუნალური გადასახადების შესაძლო ზრდაზეც სჩივიან. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ თითოეულ ოჯახს ხარჯი დაახლოებით 50-100 ლარით გაუზარდა. როგორია დღეის მონაცემებით ლარის მდგომარეობა და რა გამოსავალს თავაზობენ რესპონდენტები სახელმწიფოს, ეთერ-თეთრაძე გაგაცნობთ. ექსპერტებისა და მომხმარებლების გამოთვლით საკვებზე, მედიკამენტებზე, ალკოჰოლიან და უალკოჰოლო სასმელებზე, საწვავზე, თამბაქოზე, ჰიგიენურ საშუალებებზე, ინტერნეტსა და საკაბელო ტელევიზიაზე ფასების ზრდამ რეგიონში ოჯახებს ცხოვრება დაახლოებით 50-100 ლარით გაუძვირა. ამას ემატება ბანკის ვალიც, მათ ვისაც $3000 აქვთ ცესხი აღებული, პროცენტის დასაფარად ყოველ თვე დაახლოებით 100 ლარით ზედმეტის გადახდა უწევთ. ამალი და პროდუქტი ძვირია და უხელფასო ადამიანმა კიდე პენსიის ფულით რაიმდენი რამე უნდა ვიყიდო. 50 ლარი პენსია მაქვს და ვერ ვამყოფინებ. 50 ლარი მეორე თვისას პენსია უნდა ვალი დავახვედო, რომ გავაწვდინო ესე ნელა-ნელა. რომ ამავე დროს სამღორი იყო ბანკათა მიკიდე, საერთოდ მაგის საშუალება აღარ არის. 100 ლარითაც მეტითაც, იმიტომ რომ ძალაუნებურად ოჯახში ის მოზარდი მყავს ახლა ბავშვი, იმას ის უნდა რა ვიცი ოჯახში ჭამას, ძალაუნებურად ყველაფერი გაძვირებულია და ჭირს ცხოვრება. გართულდა მდგომარეობა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ კრედიტი ქონდა აღებული ბანკში დოლარის კურსით და იმდენად ძვირად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, რომ ალბათ ცხოვრებაში ბანკში აღარ შევალ მაგ საკითხის თაობაზე. დაბლებიც ძალიან დაძვირდა, რომელიც კაპიკები ღირდა ლარზე მეტი ღირს ახლა. გაძვირა წამლებიც და პროდუქტიც ყველაფერი. გურჯაანში გამოკითხული რესპონდენტების ინფორმაციით ხელფასი უკვე ბანკის ვალის დაფარვაშიც აღარ ყოფნით. ისინი ხელისუფლებას გამოსავალს თავად სთავაზობენ. გამოსავალს ხედავ, რომ მთავრობა უნდა აქტიურად ჩაერიოს, ეს ბანკებიდან რომ აქვს ხალხს გამოტანილი, ცოტა ან გაუხანგრძლივოთ, ან ცოტა რა ვიცი, გადაუადოთ. ცოტა დოლარმა დაიწიო და ფასები ცოტა დაიწეს. ემატება ეგრე არ არის. ჩვენ რა უნდა ვქნათ 2 ლარი პენსია გვაქვს და წამალს ვერ ავყიდულობ, წამალ. ისეთი ძვირია. წამლის ფასი ცოტა დააკლონ, წამლის ფასი, აი სიდაო. ვიდან მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილი და ივანიშვილი თვითონ რომ მილიარდები აქვს, უბედურ ხალხს გადაიხედო რომ მშვიდობის ხედავთ. რაღაცა ის ღონისძიება უნდა მიიღოს, რომ მოსახლეობას შეღავათი მისცეს. ეხლა წარმოიდგინეთ ხალხს ათასობით აქვს გამოტანილი ეს კრედიტები და რაღაცეები. რაღაცა შეღავათი უნდა გაუწიოს, ან ხელფასი მოუმატოს, ან რაღაცა შეღავათე პროცენტი დააკლოს ამ ყველაფერს. დღეს დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2 ლარი და 28 თეთრი იყო.
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მოსახლეობას ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით შეუმსუბუქდეს? ამ საკითხზე თბილისიდან ჩვენს კითხვებს ექსპერტი ეკონომიკის დარგში მამუკა ჩხეიძე უპასუხებს. ბატონო მამუკა, დიდი მადლობა, რომ გადაცემაში ღებთ მონაწილეობას. გამოკითხული რესპონდენტების გამოთვლით რეგიონში თითოეული ოჯახის ხარჯი 50-100 ლარით გაიზარდა. ამას ემატება ბანკებში გაზრდილი დამატებითი პროცენტიც. სახელმწიფო მოსახლეობას აიმედებს, რომ აქტიურად მუშაობენ ლარის გასამყარებლად. თქვენ როგორც ექსპერტი ამ საკითხში ხედავთ, რომ ხელისუფლებამ ზომების გატარება მართლაც დაიწყო. ამ წუთში ნამდვილად არაფერი არ ჩანს, იმიტომ რომ პარასკევს რაც დევალვაცია მოხდა ლარის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახტომი იყო ამ გასულ პერიოდში, რაც შარშან დაიწყო ეს წლის ბოლოს ლარის გაუფასურება, პარასკევს იყო ყველაზე დიდი ნახტომი, ანუ ერთყისიერად გაუფასურდა ლარი. ნუ ზოგადად თქვენც იცით, რომ იგივე მაგალითად ახლა პენსიონერი ადრე იგივე 2014 წლის დასაწყისში დოლარზე რომ გადაიყვანოთ ის პენსია, რომელიც პენსიონერი იღებდა, ეხლა გაცილებით უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს იგივე პენსიონერს. დაახლოებით $20 ნაკლები თვეში იღებს, რომ გადაიყვანოთ იმ კურსზე, რომელიც იყო 2014 წლის დასაწყისში და იმ კურსზე, რომელიც არის ეხლა. ხო და აქედან გამომდინარე, ნუ თქვენც ხვდებით, რომ პირველ რიგში ვის დაარტყა, ეს დაარტყა იმ ფენებს, რომელთაც შემოსავალი ფიქსირებული აქვს, ჯერ ეს ერთი და დაბალი შემოსავალი აქვს. ანუ სოციალურად დაბლა მდგომ, ესე ვთქვათ, მოსახლეობას. მაშინ თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს, რომ ლარის გაუფასურება და შესაბამისად პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირება არ გაგრძელდეს? ფასების მატება ყველა ვარიანტში გამოიწვევს ფასების მატებას ჩვენი ლარის გაუფასურება, იმიტომ რომ ჩვენ იმპორტის ქვეყანა ვართ, სამჯერ მეტია ჩვენთან იმპორტი ექსპორტზე, ანუ არაფერს არ ვაწარმოებთ ფაქტიურად იმპორტთან შედარებით და აქედან გამომდინარე, როდესაც ხდება ვალუტის გაუფასურება, ის იმპორტზე ნაყიდი, ანუ ვალუტაზე ნაყიდი საქონელი ბუნებრივია ძვირდება. ამისთვის ხა ეგ ჯანშორს წაგვიყვანს, მაგრამ ნუ ეს არის უნდა ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურაზე და ის რომ 25 ამას ვამბობს როცა შემთხვევა მაქვს, რომ შესაძლებლობა მაქვს, რომ 25 წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთდა სახელმწიფოში, რომ ეკონომიკა დამდგარიყო ფეხზე და არც კონცეპტუალურადაც არ შექმნილა საქართველოს ეკონომიკის განვითარების არანაირი კონცეფცია, ესეთი რომ აი რა გვინდა და საითკენ უნდა მიისწრაფოდეს ქვეყანა, საერთოდ როგორი ეკონომიკას და როგორი სტილის ეკონომიკას ვაშენებ. შემოდგომა კახეთისთვის ნაყოფიერი თვია, მანამდე კი ხალხი ითხოვს, რომ ბანკებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გარკვეული შეღავათი დაუწესონ, თუნდაც თანხა გადაუადონ. თქვენი აზრით ეს იქნება გამოსავალი? დიახ, შეღავათი ნამდვილად იქნება. ეხლა რა ხდება, უყურეთ, საქართველოში ზოგადად სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, ყველაზე დიდ მოგებას ბანკები ღებულობენ ყოველ წელს სტატისტიკის მიხედვით. გამომდინარე აქედან მესმის მე რომ აი დღეს წელს რაც მოხდა შარშან ბოლოს და წელს ეს არა მარტო სახელმწიფო შიდა პრობლემებია, რასაკვირველია შიდა პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ეს რასაკვირველია გარე პრობლემებითაც არის გამოწვეული. პირველ რიგში იმას გულისხმობ, რომ მაგალითად ჩვენი საექსპორტო პოტენციალი ძალიან შემცირდა, აი თქვენ კახეთიდან მიკავშირდებით მე და ალბათ საქმის კურსში ხართ, რომ ახლა შარშან დაიწყო და ამ ღვინის გატანა რუსეთში და ზოგადად შარშანდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დაახლოებით მთელი საქართველოს ექსპორტის 10% მოდიოდა რუსეთზე. წელს პირველ 3 თვეში ამ ექსპორტის წილმა ეს ექსპორტის წილი შემცირდა 5.4%-მდე. ანუ ეს ძირითადად მოხდა ზუსტად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ ღვინო მასალების და ღვინოს შემცველი, სპირტის შემცველი პროდუქციის ექსპორტის შემცირებით. ასევე შემცირდა კატასტროფულად ექსპორტი იგივე პროდუქციის უკრაინაში. ხო და ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ეს მარტო შიდა ფაქტორებიდან არ არის გამომდინარე, ანუ გარე ფაქტორებიც მონაწილეობდა ამაში და გამომდინარე აქედან რადგან ბანკები ამხელა ზემოგებაზე მუშაობენ, ყოველთვის მუშაობენ და ისინი შარშანდელი წერი თუ არ ვწდები 400 მილიონიანი მოგებით დაამთავრეს ბანკებმა.
რაღაცა ესეთი ფორს მაჟორი რო ხდება ხოლმე სახელმწიფოში გარე ფაქტორებიდან გამომდინარე ბანკებიც უნდა იყვნენ რაღაცნაირად სოლიდარული მოსახლეობის მიმართ და ის რაც თქვენ თქვით თუ ბანკები რასაკვირველია სახელმწიფოს ესე ვთქვათ ჩარევა არ მინდა ხა ცუდი სიტყვა მაგრამ აი რაღაცნაირად რეკომენდაცია დიახ აი რაღაცა უნდა მოხდეს ცოტა სოლიდარულად უნდა მიუდგეს სახელმწიფოს და ის კერძო სექტორის რომელიც ზემოგებაზე მუშაობს რომ აი რაღაცნაირად ეს პერიოდი გადაიტანოს ჩვენმა მოსახლეობამ იმიტომ რომ ეს მე თავისივე მომავალ მოგებაზე იქნება მისცემს მომავალში ანუ მას ხო უნდა რომ მოსახლეობა არ იყოს გაკუტრებული მოსახლეობა იყოს მდიდარი რომ შემდეგ ისევ სესხები აიღოს და ითანამშრომლონ ამ ბანკებთან მიმოხდეთ ეს თქმა მინდა გასაგებია ბატონო მამუკა კიდევ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ რომ მოსახლეობას ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით შეუმსუბუქდეს მაგალითად იგივე იპოთეკარებთან დაკავშირებით უფრო აი ამ პერიოდში ვისაც აქვს სესხები აღებული როდესაც დაიწყო ვალუტის ლარის გაუფასურება მე მაგალითად ესე წინადადებას შევთავაზებდი ხელისუფლებას რომ გამოეყენებინა რომ ის იმ კრედიტებზე დარიცხული პროცენტი აი კარგად გამიგეთ თვითონ კრედიტის მოცულობა არა ანუ პროცენტი რომელსაც მოსახლეობა ამ კრედიტების გამო იხდის დაფიქსირდეს იმ კურსით რომელიც იყო ლარის გაუფასურებამდე ანუ არც საკრედიტო პორტფელის შემცირებას ვითხოვ და არც იმის რომ ხალხი განთავისუფლდეს ამ პროცენტისაგან კრედიტის სარგებლისაგან იმიტომ რომ ბუნებრივია ბანკი კომერციული დაწესებულებაა და მას მოგება რო არ კონდეს შეუძლებელია მაგრამ აი სოლიდარულობის პრინციპიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც პერიოდზე ის იმაზე წასულიყო ბანკი რომ ის პროცენტი გადაეხადათ არა დღევანდელი სიტყვაზე დაუშვათ 2.30 კურსით არამედ იგივე აი 1.75 სანამ იყო აი ეს კრიზისი მოხდებოდა ამისი დიდი მადლობა გვესაუბრებოდა ექსპერტი ეკონომიკის დარგში მამუკა ჩხეიძე ნახვამდის სასადილოების პრობლემა გურჯაანის საჯარო სკოლებში რითი და რა პირობებში იკვებებიან მოსწავლეები. ნამდვილად კარგი იქნებოდა თუ ყველა სკოლას არა მარტო ჩვენ სკოლას იქნება შესაბამისი ჰიგიენური პირობები დაცული. სატვირთული დღეები გვაქვს და რა თქმა უნდა სკოლაში საჭირო არის სასადილო, თუნდაც არის განტვირთვისთვის ცოტა ხანი მაინც. 10 ახალი საწარმო გურჯაანში და 42 კახეთში დასარგებლობას მოუტანს ხალხს შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი. თუ მუშაობს 20 კაცი, იმუშავებს 40 და 50 კაცი. სოფლიო ჩემპიონისა და გინესის რეკორდსმენის გიორგი ბეროშვილის კიდევ ერთი წარმატება. აუცე 285 კილოგრამი, რაც საკმარისი იყო რომ წონაშიც მომეგო, აბსოლუტურ ჩათვლაშიც და ეს გახლავთ კიდე ევროპის რეკორდი. სასადილოების პრობლემა სკოლებში, რითი იკვებებიან მოსწავლეები და დაცული არის თუ არა კვების ობიექტებში ჰიგიენური ნორმები. დღეს ამ საკითხით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეებს მზა საკვების შესაძენად სკოლიდან ქუჩაში გადასვლაც კი უწევთ. სკოლებში არსებულ მდგომარეობას ვერაიაშვილი ადგილზე გაეცნო. ეს ბაკურციხის საჯარო სკოლის სასადილოა, როგორც აქ ამბობენ, ხშირ შემთხვევაში ის არ ფუნქციონირებს და დღესაც დაკეტილი დაგვხვდა. ბაკურციხის 313 მოსწავლიან საჯარო სკოლას მუდმივი სასადილო არ აქვს. იგი მაშინ იხსნება, როცა მისმე პატრონეს სურვილი უჩნდება. ეს სასადილო ფიზიკურ პირზე 3 წლიანი იჯარით არის გაცემული. როგორია ჰიგიენური პირობები და რამდენად ხარისხიან საკვებს იღებენ, დღეს ჩვენ ამის ნახვის საშუალება არ მოგვეცა. მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინფორმაციით კი სასადილოთი ძირითადად დაწყებითი კლასის მოსწავლეები სარგებლობენ. ამ ეტაპისთვის სასადილო არ ფუნქციონირებს, თუმცა მეიჯარე შერჩეულია.
და არ ამუშავებს სასადილოს ნორმალურად, როგორც წესია. ჰიგიენური ნორმები დაცულია. ჩვენ დირექცია გეგმავთ სასადილოს რემონტს და ხელახლა გაიჯარებას. ამჟამად ბავშვები სარგებლობენ მიმდებარე მაღაზიაში, სადაც გედულობენ პროდუქციას და იგოვებენ. ჩემი შვილი დადის პირველ კლასში და მოსწონს ჩვენი სოფლის სასადილო და ყოველთვის აქ სადილობს. და რას მიიწვევს? ხაჭაპურს. არის კიდე სოსიანი ბუტერბროდები მაგას. მოსწავლეები მთელი დღის განმავლობაში მშივრები რომ არ იყვნენ მზა პროდუქტს აქ ამ მაღაზიაში ყიდულობენ. მაღაზიაში გვიწევს ყიდვა. ნუ ახლა ჩვენთვის არ არის იმდენად ძნელი გზაზე გადასვლა, მაგრამ პატარებს ძალიან უჭერს და ამიტომ მორიგეობაც არის დაწესებული, რომ რამე ისეთი არ მოხდეს. ნუ ახლა ჩვენ დატვირთული დღეები გვაქვს და რა თქმა უნდა სკოლაში საჭირო არის სასადილო, თუნდაც არის განტვირთვისთვის ცოტა ხანი მაინც. ნუ ახლა პატარებს სარგებლობენ, მაგრამ ჩვენთვის იმდენად არ არის საკრები და კარგი იქნებოდა რომ უფრო კარგი გქონოდა. იმიტომ სარგებლობთ მაღაზიით, რომ ანუ ის საკვები არ არის. ჰიგიენურადაც და ყველანაირად დაცულია, მაგრამ უბრალოდ მე არ მაკმაყოფილებს. და რა ვიცი, მინდა იყოს უფრო მრავალფეროვანი საკვების ხრივ, თანამედროვე უფრო ჰიგიენურად ან არ გულისხმობ იმას, რომ არ არის დაცული. მაგრამ თუ უკეთესად რაც უკეთესად იქნება, ჩვენთვის კარგია და უფრო ხშირად ვისარგებლობ. ეს კოლაგის საჯარო სკოლაა, სადაც ყოველდღურად 124 მოსწავლე დადის, როგორც ჩვენ გავარკვევთ, მათთან უკვე წლებია სასადილო აღარ ფუნქციონირებს. აქაც მოსწავლეები საკვებს მაღაზიებში ყიდულობენ, სკოლის დირექტორმა კი ჰიგიენური პირობების დაცვისთვის ეზოში პირსაბანი გაუკეთათ. მოსწავლეები ოცნებობენ იმ დღეზე, როდესაც სკოლას სასადილო ექნება. ჩვენ ახლა ამ დროით არ გვაქვს სკოლაში სასადილო და გვიხერხდება რომ გავიდეთ სკოლის გარეთ და ვიყიდოთ ის იქნება საჭმელი იქნება ჩვენ რომ ვისადილოთ. და ჩემი დიდი სურვილი იქნება ის რომ სკოლაში გაიხსნას სასადილო, რომ მოხერხდეს და სკოლის გარეთ აღარ მოხდეს გასვლა და სკოლაში მოხდეს სადილობა. ჩვენ სკოლაში არ არის სასადილო, სადაც ბავშვები შეუძლებთ რომ დაუჯდეთ და ანუ ვისადილოთ, მაგრამ ანუ გვიწევს აქ მაღაზიებში გასვლა. მეორე მხარეს არ არის გზის მეორე მხარეს მაღაზიები აქვეა ახლოს, მაგრამ მაინც უმჯობესი იქნებოდა იმ ნაყიდ საკვებს თუ შევჭამთ ის ადგილზე, რომ დაჯდომა შეგვეძლებოდა, ისე მივირთმევთ ან კლასში, ან თვითონ ეზოში. ამჟამად ჩვენს მოსწავლეებს უწევთ მაღაზიაში ნაყიდი სურსათის პროდუქტის ჭამა. ნამდვილად კარგი იქნებოდა თუ სკოლას, ყველა სკოლას, არა მარტო ჩვენ სკოლას იქნება შესაბამისი ჰიგიენური პირობები დაცული ბუფეტი, სადაც ბავშვები შეძლებენ დაჯდომას და ჭამას მშვიდ გარემოში. კოლაგის მსგავსად სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლასაც არ აქვს სასადილო. პრობლემა ისაა, რომ მოსწავლეებს სკოლასთან ახლოს მაღაზიაც არ აქვთ. დღის მდგომარეობით სკოლის ტერიტორიაზე არ ხდება ბავშვების გამოყვება, იმიტომ რომ არ არის ეს გამოყოფილი სამისო ფართი. არც ახლო მდებარე მაღაზი არ არის ისე რომ ბავშვი თქვა გაიქცეს და 15 წუთიან დასვენებაზე მოასწროს. ამიტომ ჩვენი ერთადერთი გამოსავალი პედაგოგების ის იყო რომ მაქსიმალურად ვცდილობთ მშობლებთან გქონდეს ურთიერთობა, რომ ბავშვი დილას ნასაუზმები გამოუშვას. სკოლის სასადილოების მონიტორინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური ახორციელებს. ექიმ პროფილაქტიკოსის ეკა ბურდიაშვილის დაკვირვებით დღევანდელი მდგომარეობით მოსწავლის ჯანმრთელობა საფრთხე რომ არ შეექმნას, უმჯობესია მშობელმა საკვების სახლიდან გამოატანოს. სხვა შემთხვევაში კი მკაცრად გააკონტროლონ საკვების ვადები. თქმა უნდა, მისასალმებელია პირველ რიგში სკოლაში იყოს სასადილო. თუმცა როგორც აღნიშნე უკვე წინასწარ არის გარკვეული ბარიერები. სასურველია მშობლებმა დაარიგონ თავიანთი შვილები, რომ მაღაზიაში შეიძინონ აუცილებლად ვადიანი პროდუქტი და აკონტროლონ ვადები. რადგან არის რიგი პროდუქტებისა, რომელიც მალფუჭადია მოგეხსენებათ და შესაძლოა რომ გამოიწვიოს კვებითი ინტოქსიკაციები. მოსწავლეების უმეტესობა კი სახლიდან საკვების ტარებას, კვლავ ჩიფსების და ცომეულის ყიდვას ამჯობინებს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები კახეთში. პროექტში მეღვინეობის გარდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგიცაა მოხვდა. 119 საწარმოდან 42 კახეთში, 10 კი გურჯაანშია. პროექტი 2013 წლის 27 მარტს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. ახალი საწარმოები დღეს ეკა თეთრაძემ დაათვალიერა.
მუხის გასრების მწარმოებელი საწარმო ერთ-ერთია იმ 10 საწარმოდან, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. მისი მშენებლობისთვის კომპანიამ $550,000 შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით მიიღო. გახსნიდა რამდენიმე თვეში საწარმომ უკვე 2000 კასრი გამოუშვა. აქ ამბობენ, რომ პროდუქცია ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა მალე მის ექსპორტსაც გეგმავენ. მუშაობა მიდის ძალიან კარგად, იმ მხრივ რომ პროდუქციაზე არის შემკვეთები წაღებული აქვს უყოლა რეალიზებულია და კიდევაც რეალიზაციას რაუბრუნებთ ამას როცა გამოშვება იქნება კიდე საზღვარგარეთაც. უნდა რააფართოვოთ აუცილებლად და ეხლა თუ მუშაობს 20 კაცი, იმუშავებს 40 და 50 კაცი. საწარმოში არა მარტო ახალი კასრების წარმოება, არამედ ძველი აღდგენაც ხდება. კომპანიაში 20 ადამიანია დასაქმებული. მათი ნაწილი ამბობს, რომ დასაწყისში ანაზღაურებით კმაყოფილები იყვნენ, თუმცა ლარის გაუფასურება მათ შემოსავლებზეც უარყოფითად აისახა. გაყოფილი ახლა როგორ გითხრათ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით უკმაყოფილოები ვართ. ეს არის ჩვენზე ხო არ არის დამოკიდებული. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. ნოემბრის ჩათვლით საუკეთესო როთვა კარგი ხელფასია. მითხეს რომ დაიხსნა ესეთი საწარმო კასრების საამქრო. მოვედი და დამასაქმეს. ვარ ძალიან გმაყოფილი. მადლობელი ვარ რომ აქ მუშაობ. მაგ საკმარისი ხელფასი რომ ჩემთვის ყოფნია რო იტყვიან და ჩემ ოჯახსაც წაადგა ცოტათ. კიდევ ერთი საწარმო, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა მუკუზანშია. შეპესე ფარნავაზის ღვინის ქარხნის მიერ მიღებული შეღავათიანი აგროსესხის მოცულობა $600,000-ია. საწარმო თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი, უკვე ექსპორტზე გაიტანეს აქ წარმოებული პროდუქციაც. სახელმწიფო დაგვიდგა ძალიან კარგად და ძალიან გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პროექტი. ეს გამოიხატა რასაკვირველია აგროკრედიტის გაცემაშიც. ჩვენ შევძელით მე ამ აგროკრედიტის საშუალებით თანამედროვე ტექნოლოგიები დაგვენერგა, მაგალითად ეს ჩამოსასხმელი ხაზი ჩემს უკან ბოლო სიტყვა ჩამოსასხმელ ხაზებს შორის. ყოფილი ვარ რომ სოფელია თუ ესეთი საწარმოები არ იყო და ხალხმა არ იმშოვა. აუჭირდება ყველა გლიახს და ყველა მაცხოვრებელს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა ველისციხის ახალი საწარმო შეპესე კახური ტრადიციული მეღვინეობაც. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 119 საწარმოდან 42 კახეთში, 10 კი გურჯაანშია, რომელთა შორის მეღვინეობის გარდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგია დაფინანსებული. 28 აპრილს სამშაბათიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება. მცხოვრებლებმა დიაგნოსტიკური კვლევა სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაიარონ, რომელთა ჩამონათვალით ხვალ გამოქვეყნდება. მოქალაქეებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლითა და ფორმასით სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ცენტრებს უნდა მიმართონ. ფორმასის მისაღებად სჭირდება გამოკვლევების ჩატარება, რომლებიც უნდა განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებელ კლინიკაში. მიმწოდებელი კლინიკების ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტო და ამის შესახებ ინფორმაცია უკვე იქნება ხვალიდან. გამოკვლევა ფასიანია, ესე იგი ხდება თანადაფინანსებით იმ პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ საარსებო შემწეობას, თანაგადახდაში ადგენს 30%, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის 70%. ანუ ეს არის გამოკვლევების თანაგადახდა, რაც შეეხება მკურნალობას ჩართვის პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაავადებული ადამიანები მიიღებენ მედიკამენტებს უფასოდ. ომბუდსმენი გურჯაანში ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ძალადობრივი ქმედების გამოძიებას ითხოვს. სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა ადეკვატურად შეფასდეს მომხდარი, გამოვლინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი და მათ მიმართ სათანადო სამართლებრივი შედეგები დადგეს. უჩან ანუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რომ აღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თვითმმართველობის ორგანოებისა თუ მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმოო იურიდიული პირების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ოპოზიციურ პარტიასთან დაპირისპირებაში.
ფილმ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ჩვენება გურჯაანის კულტურის სახლში და პროტესტი ყოფილ სახელისუფლებო გუნდს. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოსთვის მომზადებული 16-წუთიანი დოკუმენტური ფილმი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ფილმში საუბარია ადამიანთა წამების, დარბევის და ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად დაზარალებული ადამიანების შესახებ. ფილმის დასრულების შემდეგ გურჯაანის გამგეობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ეკა თეთრაძე ვრცლად სიუჟეტში. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ამ სახელწოდების დოკუმენტური ფილმით გურჯაანელმა მაყურებელმაც ნახა. ფილმმა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების გახმაურებულ საქმეებს ეხება, მაყურებელი გულგრილი არ დატოვა. მის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. პრინციპში ეს ყველა მისედაც იცოდა და ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ნახოს ხალხმა, კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს, იმიტომ რომ არ განმეორდეს ის უბედურება და ის საშინელება. პირსისხლიანი ფაშისტების ნამოქმედარის მერე რა შთაბეჭდილება შეიძლება გქონდეს? ქართველი რო ქართველს ამისთანა დღეს აწევს, ნუ არ ვიცი ეს. მე სიტყვებიც არ მყოფნის რომ რამე. ძალიან გულდასაწყვეტი ფილმია საერთოდ და აი გულისწყდება ყველას. არ უნდა ყოფილიყო ეს ნამდვილად ასეთი რეჟიმი. 16-წუთიანი დოკუმენტური ფილმი არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა თაობა საქართველოსთვის მიერ არის მომზადებული და 2004-დან 2012 წლამდე პერიოდს ასახავს. მასში გადმოცემულია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის საუბარია ადამიანთა წამებისა და დარბევის შესახებ. საზოგადოებას გავაცაინე და გავახსენეთ ის 9 წლიანი რეჟიმი სააკაშვილის, რომელიც თელმა საქართველომ გადაიტანა. მოსახლეობას ხალხს გავახსენოთ, გულმავიწყობა რო არ შეეპაროთ, რომ რა 9 წელიწადი გაიარა საქართველომ ამ ტარვალების და ფაშისტების ხელში. ჩვენ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვცხადეთ გურჯაანელებს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ამ დღის წინ ხდებოდა ნაციონალების ეს აღვირახსნილი ქმედებები, რაც მათ კიდე გაბედეს და უნდათ რომ გაბედონ. ფილმის ჩვენება გურჯაანის სამუსიკო სკოლაში იყო დაგეგმილი, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო კულტურის ცენტრში მოეწყო. ამის მიუხედავად 700 ადგილიანი დარბაზიც არ აღმოჩნდა საკმარისი და მაყურებელთა ნაწილმა ფილმი პარალელურ რეჟიმში ცენტრის მანეჟში ნახა. ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელმა ორგანიზატორებთან ერთად გამგეობის შენობის წინ გადაინაცვლა, სადაც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდი გააპროტესტეს. ველისციხელის სპორტსმენის კიდევ ერთი წარმატება გიორგი ბეროშვილი სამჭიდში ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი და რეკორდსმენი გახდა. მან 24-26 აპრილს თბილისში გამართულ ევროპის ღია პირველობაში მიიღო მონაწილეობა ძალისმიერ სამჭიდში, ორჭიში და წოლჭიმში 125 კილოგრამი წონით კატეგორიაში იასპარეზა და 285 კილოგრამი ასწია. ევროპის ჩემპიონატზე წარმატება მოიპოვა გიორგი ბეროშვილის მოსწავლე მიხეილ ბერიაშვილმაც. სამჭიდის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდა და 20-მდე ქვეყნიდან 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მონაწილეობდი 125 კილოგრამის წონით კატეგორიაში. ავწიე 285 კილოგრამი, რაც საკმარისი იყო, რომ წონაშიც მომეგო, აბსოლუტურ ჩათვლაშიც და ეს გახლავთ კიდე ევროპის რეკორდი. ასევე ვცადე 300 კილოს აწევა, რაც იქნებოდა საერთოდ ყველა დროის რეკორდი ჩემ წონით კატეგორიაში, მაგრამ ძალიან მინიმალური რაღაც დამოკიდა რომ ჩამეთვალა. მაგრამ შედეგში აუცილებლად გავაკეთე. კიდე ჩემთან ერთად გამოდიოდა ჩემი მოსწავლე მიშო ბერიაშვილი, მანაც დაიკავა საპრიზო ადგილი, ასე რომ გურჯაანის სპორტსმენებად წარმატებით ვიასპარეზეთ ამ ევროპის ჩემპიონატზე. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყოშვილი გაგაცნობთ. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს მეგობარია, ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია ლორენცანოვის საკათედრო ტაძარში ბრძანა, სადაც ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსთან სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ხიტონთან ერთად იქადაგა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ჩვენ ვცხოვრობთ ცუდ დროში, როცა ხდება სულიერი ფასეულობის გადაფასება და ადამიანი იცვლება. მისი თქმით, გადადგმულია დიდი ნაბიჯები მეცნიერებაში წინ, მაგრამ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგმულია სულიერებაში უკან.
სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ჩილეში უვიზოდ იმოგზაურებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყების ინფორმაციით 21 აპრილს ჩილედან მიიღეს შეტყობინება, რომლის თანახმად ცვლილებებისთვის საჭირო პროცედურები წარმატებით დასრულდა. ჩვენ მივიღეთ 21 აპრილს შეტყობინება ჩილეს მთავრობისგან, რომელიც ეხება სამსახურებრივ, დიპლომატიურ და ოფიციალური პასპორტებზე, ასე ვთქვათ, შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას ჩილეს მხრიდან, რაც ნიშნავს, რომ 1 მაისიდან ამ პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას ჩილეში. გრძელდება ასევე მოლაპარაკებები, რომ ანალოგიური, ასე ვთქვათ, შეზღუდვები მოიხსნას ორდინალურ პასპორტზე. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს შტაბ-ბინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მინისტრი შეხვედრებს გაეროს მაღალი თანამდებობის პირებთან გამართავს. განსახილველ საკითხებს შორის კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებია. თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტი გაეროს შტაბ-ბინაში 1 მაისამდე გაგრძელდება. გაეროსთან ურთიერთობას ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ეს გახლავთ პირველი ვიზიტი გაეროს შტაბ-ბინაში მინისტრის რანგის ქალბატონ თამარის. გვექნება საუბარი, იქნება შეხვედრები გაეროს მაღალი თანამდებობის პირებთან და ასევე გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებთან. საუბრის ძირითადი, რა თქმა უნდა, თემა გახლავთ ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. 2015 წლის იანვარ-მარტის თვეებში საგამოძიებო უწყებების მიერ 8970 დანაშაულია რეგისტრირებული, საიდანაც 4697 გაიხსნა. დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 52%-ია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა 15%. აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე. ეს ვაქვეყნებთ საქართველოს ყველა საგამოძიებო ორგანოს მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას, სადაც ასახულია დანაშაულის მატება კლების ტენდენცია, გახსნის პროცენტული მაჩვენებელი. ჩვენ შევადარეთ 2014 წლის პირველი კვარტალი, 2015 წლის პირველ კვარტალს და კონკრეტულ ციფრს გეტყვით, რომ დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი არის 52%, ხოლო დანაშაულის კლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 15%-ს. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. 2 წლის სკეიტბორდისტი. რობოტი თქვენ სამზარეულოში სასწაულებს მოახდენს. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. ნეპალში 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3200-ს გადააჭარბა. ნეპალის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო 6500 დაშავებული შესახებ იტყობინება. 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩინეთსა და ინდოეთშიც 1000-ობით ადამიანი იმსხვერპლა. ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა ევერესტზე ზვავი გამოიწვია, რასაც 70-მდე ალპინისტი შეეწირა. სტიქიის შედეგად 1000-ობით ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი. მიწისძვრამ გაანადგურა ისტორიული ძეგლები და ინფრასტრუქტურა. სტიქიის ზონებში სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გაიმარჯვა. BBC-ს ცნობით, ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ნაზარბაევმა არჩევნებში მონაწილეთა ხმათა 97.7% დააგროვა. მისმა კონკურენტმა კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ტურგუნ სიზდიკოვმა 1.6%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა აბელგაზი კუსაინოვმა მხოლოდ 0.07%-ის მოპოვება შესძლო. არჩევნების საბოლოო შედეგები 3 მაისამდე გამოცხადდება.
ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. ბავშვი ჯერ მხოლოდ 2 წლისა და სკეიტზე უკვე პროფესიონალებით დგას. პატარა სათამაშოებისკენ თვალი ნაკლებად გაურბის, მას სკეიტით გართობა ყველაფერს ურჩევნია. მშობლები ყვებიან, რომ ბიჭუნამ სკეიტბორდის მიმართ ინტერესი ფეხის ადმისთანავე გამოავლინა და ამ მოწყობილობით არც დამოუკიდებლად გადაადგილება გასჭირვებია. ბრიტანულმა კომპანიამ Molly Robotics-მა რობოტი მზარეული წარმოადგინა, რომელიც ადამიანის მსგავსი ხელების დახმარებით კერძებს ამზადებს. რობოტი საჭმელს ადამიანზე სწრაფად და გემრიელად ვერ ამზადებს, მაგრამ ადამიანის მოძრაობებს სწავლობს, რის შედეგადაც მომზადების პროცესი არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც შეფსარეული გვთავაზობს. ახლა კი დღის სხვა ამბები. რუსეთის პირველ არხზე ახალი სატელევიზიო სერიალი იწყება, რომლის რეჟისორიც ალეკო ცაბაძეა. მთავარ როლებს რუს მსახიობებთან ერთად ქართველები ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე ასრულებენ. სერიალის ტელეპრემიერა დღეს თბილისის დროით 23 საათზე შედგება. ზაფხულში რეჟისორ პატრისია რიგენის დრამა 33 გამოდის, რომელშიც მთავარ როლებს ანტონიო ბანდერასი, მარიო კასასი და სხვები ასრულებენ. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე, რომელიც ჩილეში 2010 წელს მოხდა. ატაკამას უდაბნოში მდებარე სახოსეს მაღაროს ჩანგრევის შედეგად 79 დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ 33 მაღაროველი ცოცხალი და უნებელი ამოიყვანეს მიწისქვეშეთიდან. ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ პროფესიონალ რინგზე 67 შეხვედრა გამართა. უკრაინელი მოკრივის მეტოქი აქამდე დაუმარცხებელი ამერიკელი ბრიანტ ჩენინგსი იყო. თუმცა ეს სერია კლიჩკომ 12 რაუნდში მოიგო. საერთო ჯამში უკრაინელმა სამივე მსაჯის მიერ გამოცხადებულ ქულებში უპირატესობა მოიპოვა. ახლა კი ნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა. მე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.